და პარასკევის ტრადიციით შოთა ტყეშელაშვილი არის ჩვენთან ერთად საღამოშვიდობის შოთა შევაჯამოთ გასული კვირის მთავარი ეკონომიკური და ბიზნეს ამბები ძალიან ბევრი ასე თქვა გამორჩეული ამბავი არ იყო თუმცა ბიუჯეტის პროექტი დამტკიცა 2026 წლის გარკვეული კორექტივები ცხადია და მოდი ვცლად მოვუყვეთ პარასკევის აღამოს მაყურებელს ამის თაობას. დიახ, დამტკიცებული არის მომდევნო წლის ბიუჯეტი, რომლითაც მთავრობის ხარჯების მთლიანი ოდენობა მიაღწევს რეკორდულად მაღალ ნიშნულს 31 მილიარდ ლარს. ეს ფაქტობრივად 3 მილიარდი ლარით უფრო მეტია ვიდრე 2025 წლის ბიუჯეტი და ხარჯებიდან კვლავინდებურად ყველაზე მეტი თანხა მიიმართება ჯანდაცვის სამინისტროზე, ფაქტობრივად ბიუჯეტის 1/3, ანუ 9 მილიარდ 700 მილიონი ლარი მიიმართება ჯანდაცვის სამინისტროზე, რაც ძირითადად უკავშირდება როგორც საპენსიო დაფინანსების მატებას, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და მთლიანობაში მომდევნო წელს დაგეგმილია, რომ 70 წელზე დაბლა პენსიონერებისთვის პენსია გაიზრდება 20 ლარით 370 ლარამდე, ხოლო 70 წელს უფროსი პენსიონერებისთვის საპენსიო მატება შეადგენს 45 ლარს და ის გახდება 495 ლარი, ანუ ფაქტობრივად 500 ლარამდე გაიზრდება მომდევნო წლის ბიუჯეტით პენსიების მოცულობა. ასევე გასწორებია, რომ ხარჯები იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის, ასევე დიახ, 10%-იან გადახედვას ითვალისწინებს საჯარო სექტორში დასაქმებულების ხელფასების, საბაზო ხელფასი განისაზღვრება წელს არსებული 1460 ლარიდან 1600 ლარამდე იზრდება საჯარო სექტორში საბაზო ხელფასი და ფაქტობრივად ყველა მოხელის ხელფასი, რაც საბაზო ხელფასი არის მიბმული, ისიც გაიზრდება მთლიანობაში მომდევნო წელს ამ მიმართულებით 3 მილიარდ 400 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, რაც წლევანდელთან შედარებით 400 მილიონი ლარით უფრო მეტია, მათ შორის გაიზრდება დეპუტატის ხელფასი, გაიზრდება პრემიერ-მინისტრის ხელფასი, პრეზიდენტის ხელფასი დაახლოებით 192.000 ლარს მიაღწევს წლიური მაჩვენებლიდან გამომდინარე, რაც 16.000 ლარით უფრო მეტია ვიდრე ის ანაზღაურებები, რაც 2025 წელს გაიცემა. ვის შეუმცირდა დაფინანსება ბიუჯეტში? განათლების სამინისტრო იყო ერთ-ერთი. განათლების სამინისტრო არის ერთ-ერთი, რომელსაც დაფინანსება შეუმცირდა, ასევე კლება არის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართულებით, თუმცა არც თუ ისე დიდი კლება, დაახლოებით 11 მილიონ ლარზე არის საუბარი, თუმცა ფაქტობრივად მაინც 3 მილიარდი ლარი მიიმართება მომდევნო წელს ინფრასტრუქტურის მიმართულებით. შოთა მთავრობას ვახსენებთ და ბიუჯეტს და აქვე უნდა ვისაუბროთ ბიუჯეტის ხარჯვის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ პროექტზე, ალბათ რომელიც ქვეყნის ისტორიაში გვინახავს, საუბარი მაქვს სამთავრობო ქალაქის იდეაზე, უფრო კონკრეტულად რისი თქმა შეგვიძლია ამ პროექტზე, მოკვლევა არის დაწყებული, როგორც ვიცით, რამდენად გამოვა საერთოდ ეს პროექტი პირველ რიგში და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რა მასშტაბების შეიძლება იქნეს ის, თუ კი ის მართლა უდესმე განხორციელდება. დიახ, საკმაოდ მასშტაბური და საინტერესო პროექტის მოთხოვნის შესახებ ვნახეთ ინფორმაცია, ანუ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაუგზავნა არქიტექტურულ ბიუროებს ბაზრის მოკვლევის განაცხადი, რომ მათ წარადგინონ თბილისში არსენალის მთაზე, ეს არის ჩუღურეთის რაიონი, 77 ჰექტარზე ახალი სამთავრობო ქალაქის მშენებლობის არქიტექტურული განაშენიანების პროექტის გეგმები. საუბარი არის იმაზე, რომ თბილისის მერია, საქართველოს პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია, ეკონომიკის სამინისტრო და კიდევ არაერთი სამინისტრო უნდა გადავიდეს ახალ ოფისებში და ეს ყველაფერი უნდა განთავსდეს იმ 77 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე, სწორედ ამასთან დაკავშირებით ელის მთავრობა არქიტექტურული ბიუროების შეფასებას, მათ წინადადებებს, წარდგინებებს თუ რამდენად არის შესაძლებელი ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურის განვითარება. საუბარი არის მთლიანობაში 295.000 კვადრატული მეტრის ახალი საოფისე
სივრცის მშენებლობაზე, რაც ფაქტობრივად ასობით მილიონი ლარი შეიძლება დაჯდეს. თანაც იქ როგორც ვიცით, არც ნიადაგია დამუშავებული, არც ინფრასტრუქტურა წინასწარი არ არსებობს ჯერჯერობით. დიახ, ეს მოიცავს როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე სხვა სატრანსპორტო კვანძის მიყვანას, ფაქტობრივად ახლიდან არის შესაქმნელი ეს ინფრასტრუქტურა და დაფინანსების მიმართულებით ცნობილი არის ის, რომ თბილისის ცენტრში არსებულია სამინისტროების თუ სხვა ადმინისტრაციული ნაგებობების შენობები შეიძლება გაიყიდოს და სწორედ აქედან მიღებული თანხებით დაფინანსდეს ეს მასშტაბური პროექტი. მათ შორის პარლამენტი შეიძლება გაიყიდოს თეორიულად. კონკრეტულად პარლამენტზეც ჰქონდა კითხვა, თუმცა მთავრობამ გვიპასუხა, რომ ზოგადად ადმინისტრაციული შენობების გაყიდვას განიხილავენ და ამ თანხებით ახალი ობიექტების, ახალი საოფისე ნაგებობების მშენებლობის დაფინანსებას, მათი ინფორმაციით ეს გაზრდის ეკონომიკურ აქტივობას, რადგან ერთი მხრივ ახალი ინვესტორები შემოვლენ და არსებულ ობიექტების ნაცვლად ააშენებენ ეკონომიკურად აქტიურ ობიექტებს სავარაუდოდ. თავად მთავრობაც ააშენებს ახალ საოფისე ფართებს. თავად პროექტის მასშტაბები და განხორციელება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა არქიტექტურულ პროექტებს წარადგენენ ამჟამად არქიტექტურული ბიუროები მთავრობაში, ასევე საბოლოოდ რამდენად განხორციელებადად ჩაითვლება ეს პროექტი. ხო, ნახოთ, ანონსად დარჩება თუ რაიმე ტიპის თუ სასტუმრო პარლამენტს მართლა ვიხილავთ. სასტუმრო პარლამენტს ალბათ გადაარქმევენ, მე სასტუმროს პარლამენტს აღარ დაარქმევენ. მადლობა შოთო ჩართვისთვის, ინფორმაციისთვის, ცხადია მომავალ პარასკევსაც გეოლდებით საქმეის აღამოს სტუდიაში.